და ესეთი რამ 4 წელიწადში ერთხელ ხდება. ვეღირსეთ, პირველ არხს რეიტინგი ექნება, ჩემპიონატს აჩვენებს. გამარჯობათ. შალვა რამიშვილის შოუ დაიწყო. მაგარი ამბები მოხდა გასულ კვირას. ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ, იგივე რიჟამ, უგულავას ქვიცლზე მაკომპრომენტირებელი მასალა მიიტანა პროკურატურაში. ამაზე აღშფოთდა გივით არგამაძე, აღშფოთდა და თქვა რომ მსოფლიო ჩემპიონატი რო ჩატარდეს და ბოზობაშიო, რიჟა პირველ ადგილს დაიკავებს. გივი ძამია. მართალი ხარ, ბუჯო. სისწორე რაც არის, ის უნდა ვაკეთოთ და სიგლახავე კიდე არ უნდა ვაკეთოთ. მაო და მე ყოველთვის ვიცოდი რომ შენ პუციოვი ბიჭი ხარ. პუციოვი ხარ, პუციოვი და იქანა კიდე ამ არასწორ ხახთან კურდულის გულისთვის იყავი შესული რა და იყავი ბოლომდე მასე გივი. და სოზარ კიდე გივის თუ დაიჭერთ, იქ გაუშვით რა. ჩვეულებრივ ზონაში არ გაუშვით, თორე გააშავებს ყველაფერს. ინგლისიდან ჩამოსული ღარიბაშვილი შეხვდა ბატონ ნოდარ ხადურს და მათ შორის გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ნოდარ ხადურის გახდომაზე. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ფირი, სადაც ეს საუბარი არის ასახული, რომელსაც აეხლა გაჩვენებთ. ბატონ პრემიერო, ეს არის ადგილი, სადაც მე დიეტას ვიცავ. ინფრასტრუქტურულად ყველაფერი გამართულია. აი აქ კი არის ჩემი გასახდომი პოლიგონი. ესენი კი ჩემი დიეტოლოგები არიან. ეს გამოხდილ წყალს მიმზადებს, ეს პურს მიხმობს. აი ესენი კი ხელბორგილებს მადებენ საჭმელზე ხელი რო არ წამწდეს. იმ დღეს ამხელა შაურმას ჭამდი და დამხმარე ძალა გამოიძახეს. აი ეს ორი სერიოზული ბატონი დამგინებლები არიან. ანუ ვინ შეჭამოს მე იმისიო? დიახ, გენიოსი ხარ ბატონო. აი ეს კი ბატონო ირაკლი, ჩემი დიეტაა. აბა უგულავას დიეტას ხო არ გამოვიყენებ? ბერა. ესე იგი ჩემი რაციონი ასეთია: ციკნის ხურები, გოჭის ძუძუს თავები, მამლის ბიბილო, თევზის ენა, ირმის შებოლილი წამწამები. და თუ ეს ყველაფერი საღამომდე არ მეყო ბატონო ირაკლი, ჭამას ისევ თავიდან ვიწყებ და ბოლოს ჩალაღაჭსაც ვაყოლებ ხოლმე. და ბოლოს ეს? მთელი ეს პროდუქტები საზღვარგარეთიდან ჩამოგვაქვს ბატონო. სულ გააგიჟამ დიეტა მესკეთ. ასე მაგალითად ფუტკრის ყურები ძალიან ძნელი საშუალია. მოგდი კაცი. გაიცანით ჩემი მზარეულები. თქვენ ახლა აი ძალიან რომ მომშივდება, ბრაზდები და თავში ურტყამ ხოლმე. გაიგეძლება ქონიათ. ძალიან ხო არ გიტყამ ხოლმე. აი წარ გეტყობა რომ დაგლებული გაქვს. არა, რას ამბობთ? დღეს ავიწონე და კილო 800 მქონდა დაგლებული. არა, მართლა დავიკლებ რა, დედას გეფიცებით, ბიძინას გეფიცებით. როგორც იცით, ხვალ არჩევნებია, ესე იგი, ორშაბათიდან უკვე ჩვენს ქალაქს თბილისს ეყოლება არა მერი, არამედ მერი. არჩევნები მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს ზოგად ქვეყნური მოვლენაა და სხვადასხვა ქუჩებსა თუ სკვერებში, პარკებზე, სახლებზე გაიკრა წინასაარჩევნო პლაკატები. უკვე 2 თვეა დაახლოებით. ჩვენ დავათვალიერეთ ეს პლაკატები და ზოგიერთი მათგანი მინდა შემოგთავაზოთ. დავიწყოთ აი ბატონი ასლანის პლაკატი. ბატონი ასლანი გვთავაზობს ასეთ სლოგანს: შემოხაზე 9, შეიძინე ძმა. 10 ნომერი რომ შეხვედროდა, ეკნებოდა შემოხაზე 10, შეიძინე ბრატი. შესანიშნავი პოსტერია, ძალიან კარგი, უბრალოდ ვერ გავიგე ეს კაცი ქუთაისში იყლისკენ თუ კლონდაიკში ან ელდორადოში. ესეთი დიდრული არის. გადასარევი გადაწყვეტილება, ძალიან კარგი ხრიკია, სლოგანი ლექსად. აი მაგალითად ესეთი ლექსი. სხვა რამ დიდება არ მიძებნია, არც რამ მქონია, სხვა რამ საშური, მხოლოდ ეს ერთი, სიტყვით და საქმით წარმომეჩინა ჩემი ხაშური. შემდეგი პლაკატი ძალიან ლამაზი ქალბატონია, თუმცა აი სლოგანს რაღაცას დაუმატებდი. მაგალითად, შეცვალე რეალობა და შეასხიფთა ფანტაზიას. ბოლოს კიდევ ერთი ლექს სლოგანა: ჩამოუქროლებთ საარჩევნო ყუთს, მუხს მოვიყრი და მივალ უფალთან, სხვა კანდიდატებს ყველას გადავშლი, ხმა უნდა მივცე მარტო მურთაზას. დედა მომიფდეს ეს პლაკატები ჩვენ არ მოგვიფიქრებია, ეს პლაკატები არსებობს და ამის მერე კიდე ვიღაცეები ამბობენ რომ ჩვენთან თავისუფალი არჩევნები არ ტარდება. არ ტარდება, ხო, მეტი რაღაც თავისუფლება გინდა. დიდი ამბებია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 თუ 8 კაცმა დატოვა ერთხმად ადმინისტრაცია.
და თვითხილველები ამბობენ, რომ ასეთ სურათი იყო ეს 8 კაცი აძლევდა ამ განცხადებებს პრეზიდენტს, პრეზიდენტი აწერდა ამ განცხადებებს ხელს და თავისთვის ესე ბუტუტება. ხალხო, თუ კაი საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ, ხალხო. საერთოდ რახან პოლიტიკაზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა ქართული პოლიტიკა შევადარო კომპიუტერს. წარმოიდგინეთ, რომ ქართული პოლიტიკა არის კომპიუტერი. ახლა ამ შემთხვევაში ვინ იქნებოდნენ პოლიტიკოსები? ნუ, პროცესორი არის ხადური. ადრე იყო 2 ბირთვიანი, ახლა არის 4. წულუკიანი არის ოპერატიული მეხსიერება, პატარაა და მუშაა. ვესელი არის ანტივირუსი, როგორც კი ვირუსი დაინახავს, ეგრევე კივის. ასე არ კივის, მაგრამ ნუ დაახლოებით განწყობა გადმოგეცით. ნუ მარგველაშვილი არის CD-ROM-ი, ხო იცი CD-ს რო დებთ, ანუ ყველა კომპიუტერს აქვს, მაგრამ არავის არ ჭირდება. ბოლოს როდის გამოიყენეთ CD-ROM? ნუ ჯაჭვლიანი არის ძალიან მაგარი რაღაცა, ჯაჭვლიანი არის კომპიუტერის მაგიდა. ქართული კონსტრუქცია აქვს. კომპიუტერის ძალიან მნიშვნელოვანი მაგიდა. ოდიშარია, ძვირფასი, კულტურის მინისტრი, არის Windows 98. ნუ გადასაყენებელია როგორ იცი, აი ნათელაშვილი არის კულერი, აი რო აგრილებს რა. აი რო უბერავს რა. ხარიბაშვილი არის მონიტორი. ხო და ვინც კომპიუტერი არ იცის, იმას ხო მონიტორი ყველაზე მაგარი გონია, ყველაზე მთავარი ნივთი. მაგარი ხარიბაშვილი. მიშა არის Wi-Fi. არის, მაგრამ ვერ ვიჭერს. ვერ ვიჭერს. სად არის აბა? არ არის. არის, მაგრამ არ არის. და ბოლოს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი არის UPS-ი. ჩეპერო მოხდეს, ცოტა ხანი კიდე იმუშავებს ეს თავრობა. ბოლოს დამჩა, დაამშლოვანი ტიპი დამჩა რა. ეგ როგორ გამომჩა კაცო, როგორ გამომჩა, მაგარი ვიღაც დამჩა, შიხიაშვილი. შიხიაშვილი არის ფლეშკა. რომელ კომპიუტერსაც გინდა შეურჭომ? გინდა CD იმას შეურჭომ ცენტრს, გინდა ტელევიზორს შეურჭე, გამოიღე მანქანაში შეთხარი, ყველგან მუშაობ. ასეთი იყო ჩემი მონოლოგი. ჩემი განაცემის მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის დავით ფორჩხიდეს და ბენდს იურაია ჰიპი. დაუკარი რათა დავჯდე.